Bertolt Brechti, Robert Sturwas, კავკასიური ცარცის ძმე. რომარა რობერტ სტურუას პირველივე რეპლიკა უნივერსიტეტის აუდიტორიასთან შეხვედრისას უილიამ შექსპირის იუბილესადმი მიწყვნილი პროექტის სტურუას შექსპირის სამყარო დახურვას ბერტოლტ ბრეხტით ნამდვილად არ დავიწყებდი. ალბათ რაღაცა უნდა მკითხოთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ აზდაკის სიტყვები. წვენოდეს შალვა კითხვებს იძლევი, მაგრამ არ იცი ყველა უბედურება კითხვებიდან იწყება. რობერტ სტურუამ ჯერ კიდევ კითხვის დასმამდე გაუმხილა სტუმრებს, რომ თავის დროზე სწორედ უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე აპირებდა ჩაბარებას და გული წყდება, რომ ეს ასე არ მოხდა. მის ნაცვლად წავსულიყავი მარჯვნივ, წავევედი მარცხნივ და ჩავაბარე საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში და იქ როგორც კარგი პატიბარი შევრჩი იმ შენობას დღემდე. ამიტომ მე მიხარია, რომ ვარ მემორანდუმის წყალობით თქვენთან. სტუდენტებს ეხუბრა, ამ ბოლო დროს ასეთ შეხვედრებზე ხშირად დავდივარ და სულ მგონია, რომ სამუდამოდ მემშვიდობებითო. არადა ახალგაზრდობა მხოლოდ ახლა იწყებს დიდ ხელოვანთან მეგობრობას. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით. და ძალიან მინდა, რომ ჩვენს მარტო ჩემს თაობას არ, არამედ მომავალ თაობასაც ქონდეს იმის საშუალება, რომ ესე გაიფერადოს თავისი სამყარო და ესეთი პროექტები განხორციელდეს თუნდაც წელიწადში ერთხელ. ძნელია იყო მოქალაქე, ეს სერიოზული ტვირთია, ეს გმირობა არ არის, მაგრამ ყველას არ შესწევს ამის უნარი. ჩვენ ყავს არაერთი სახელოვანი ხელოვანი, ჩვენ ყავს არაერთი სახელოვანი მეცნიერი, მაგრამ ყველაზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი არიან მოქალაქეები. იმიტომ რომ მოქალაქე უნდა მოქმედებდეს თავის სინდისით, რწმენით, პატიოსნებით და მაშინ, როდესაც ბევრი ორჭოფობდა რა უნდა თქმულიყო და როგორ უნდა თქმულიყო, ბატონი რობერტი ამას იძახდა, თუნდაც იმის ფასად, რომ დაეკარგა სამსახური. ამიტომ ეს ძალზე დასაფასებელი. იდირეთ ყველა იქვინთინე ქვისგულები და ამდენი თვალი და ენა რომ მომცა ხმელე შევძრა. ჩამოვიტანე სპექტაკლი ხარიშხალი და მეორე. როცა შევედი პარტერში, 2 წელი არ ყოფილვარ თეატრში. დავჭიქი და უცბად მივხვდი, რომ 2 წელი ამ ადგილას არ მსდავარ. ნახა რაღაც რასაკვირველი რაღაც პატარა ემოცია ამოძრავდა ჩემში და იმ არიელის როლის შემსრულებელი რაღაცას ვარჯიშობდა და მეორე ნატაშა გამოიხედა. Ты знаешь, я 2 года не сидел на этом месте. Русулицит. Арися брици. 2 წელი ამ ადგილზე არ ვსდავარ, თქო ნატაშა. И может быть, да დაიწოდი. და თავშვითი დავში. მაგრამ ზამთარი ხომაინს გა ახლავ კაკაბაზის ფანტაზიას კაკაბაზის პიესებზე და იქ ალბათ მუსიკა ბევრი იქნება, იმიტომ რომ მე ვიღებ ყვარყვარეს, რაც ხონდა დადგმული, 3 ასული არ დამიდგამს, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ეს პიესა და რაღაც ფანტასმაგორიას ვქმნი პოლიკარპეს თემებზე. რას გზნობენ ქალები როცა საქართველოში სათავეში არც ის ჭკვიანი ხალხი უდგას. ამდენად უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტები ისეთ ადამიანებთან დაამეგობროს, ვისთვისაც მოქალაქეობა მხოლოდ საპასპორტო ტერმინი არ არის. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი საუბრები თავისუფლებაზე. აქ შეიძლება ვიღაცა მიკითხოს რუსთაველის თეატრი რა შუაშია, ხო? აი მე გეტყვით რომ თუ
მეცნიერებას, განათლებას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და ამას საქართველოში აკეთებდა და აკეთებს იოანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხო? სახელოვნებო და თეატრალურ მიმართულებით ამას უყურებს, ამას აკეთებდა და აკეთებს და იმედი მაქვს მომავალშიც გააკეთებს რუსთაველის თეატრი. აქვე გეტყვით, რომ უნივერსიტეტსა და რუსთაველის თეატრს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლოდ ერთობლივ საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებს მოიაზრებს. ყველა სიკეთე რაც არსებობს ამ ქვეყანაზე უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს. ჯერ არა.